რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში, საგარეო კომიტეტზე განიხილეს. ბრიუსელში იმყოფებიან ეგრეთ წოდებული მდიდარი NGO-ები და აქტივისტები. ყველა ერთად კი ჰუმანიტარული მიზნებით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. დოკუმენტი ვერც ამჯერად გასცდა ნაციონალურ მოძრაობას. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის დასანქცირებას, მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას. თქვენი აქ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ყოფნა წარმოადგენს ძლიერ გზავნილს, რომ ქართველი ხალხი რჩება ერთგული ევროპული ღირებულებებისა. სურს გითხრათ, რომ თქვენ არ ხართ მარტო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და მადლობას გიხდით აქ ყოფნისთვის და ყველაფრისთვის, რასაც საქართველოსთვის აკეთებთ. ჩვენ უარყოფთ პროექტის მეხუთე პუნქტს, რომელიც ითხოვს პირად სანქციებს წინასწარი სასამართლო პროცესის გარეშე, რითაც წაარღვევს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და ინდივიდუალურ უფლებებს. უფრო მეტიც, ოჯახის წევრების მიმართ ასეთი სანქციების გავრცელების მოწოდება წარმოადგენს კოლექტიური საშირის ფორმას, რაც როგორც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სტანდარტების, ისე ასოციაციის საფუძველზე დანაშაული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აშკარა დარღვევაა. ჩვენ უარყოფთ მერვე პუნქტს, რომელიც მოითხოვს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებას და სასურველი პოლიტიკური ფიგურის ცალმხრივად დანიშნას, რაც წარმოადგენს გაეროს ქარტიის მიერ დაცული სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის აშკარა დარღვევას. ჩვენ უარყოფთ მეათე პუნქტს, რომელიც ცდილობს ევროკავშირის ერთსულოვნების მოთხოვნას გვერდი აუაროს საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რითაც ძირს უთხრის თავად გაერთიანების იურიდიულ წესრიგს. რომ შევაჯამოთ, ჩვენ მტკიცედ უარყოფთ საქართველოს შესახებ 2023-24 წლების კომისიის მოხსენების პროექტს. ტექსტი არა მხოლოდ წარმოაჩენს აშკარა პოლიტიკურ ბიგერძოებას, ის ასევე შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომელიც სამართლებრივად და ინსტიტუციურად მიუღებელია ევროკავშირის საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ეს ყველაფერი შეფუთულია ლობიზმით და რეალურად ჩვეულებრივი კორუფცია არის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რეზოლუციებს აქვს ჩალის ფასი. ის ადამიანები ხა ვინ თქვენ ჩამოთვალეთ და დაასახელეთ, რომლებიც აგენტურას წარმოადგენენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებას და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მათ მიმართ და მათ თანაგუნდელების მიმართ აქვს შესაბამისი დამოკიდებულება, ის დამოკიდებულება, რასაც ისინი იმსახურებენ. იმიტომ, როდესაც ჩვენ ხარ აგენტი და ემსახურები უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, ხავს პატრონები გარედან და მზად ხარ ყველა ნაბიჯი გადადგა, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ, შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ყოველთვის საზოგადოების მხრიდან ექნება აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება. იმასაც ვერ აღიქვავენ, რომ როდესაც ქართველი ხალხის სახელით სალაპარაკოდ ჩაყავთ ბატონი ბუღაძე, ბატონი ყორშია, ქალბატონი ლომჯერია და ქალბატონი გიგაური, ეს კონტრპროდუქტიული არის მათთვის. თითქოს ნაციონალური მოძრაობა იდგა ევროპის გზაზე და სააკაშვილი უნდა განთავისუფლდეს და დემოკრატიის შუქურა არის, ხო? ნუ მოდი ჩვენმა მოქალაქეებმა შეაფასონ მათი ეს პოზიცია, ხო? და ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ამას აბსურდად და ტყუილად, ასე ვთქვათ, აღიქვავს. ევრობიუროკრატების ძალიან დიდი ნაწილი არის დაინტერესებული ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში მობრუნებით, ვინაიდან ისინი მათ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ.